კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა. განცხადებები გაავრცელეს კონგრესმენმა ჯო უილსონმა, ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხკელსონმა და ბრიტანელმა პარლამენტარმა ჯეიმს მაკლირმა. დღის ბოლოს განცხადება გაავრცელა საქართველოში ბრიტანეთის საელჩომაც. დიდი ბრიტანეთი ღრმად შეშფოთებული ოპოზიციის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებით. მისი დაკავება სრულიად არაპროპორციული ზომაა, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკური ოპოზიციის დაშინებას და გაჩუმებას. ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ კანონის მიღებასთან და ქართული ოცნების მხრიდან ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ გაკეთებული განცხადებების ფონზე ეს საქართველოს სერიოზული დემოკრატიული დაღმასვლის კიდევ ერთი დასტურია. პლურალისტური მრავალპარტიული დემოკრატია ევროატლანტიკური ღირებულებების აუცილებელი ნაწილია. ქართულმა ოცნებამ ახლავე უნდა შეაჩეროს დემოკრატიული ზომების მიღება. საქართველო აგრძელებს პოლიტიკური რეპრესიების მოლიპულ გზაზე სიარულს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ჯაფარიძე ახლავე უნდა იქნას გათავისუფლებული. ქართული ოცნების მთავრობამ და მათმა ოლიგარქმა მარიონეტების მმართველმა ივანიშვილმა კიდევ ერთი ხაზი გადაკვეთეს. გაერთიანებული სამეფოს მხრიდან ამას სანქციები უნდა მოჰყვეს. კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას ეხმიანებიან ევროპარლამენტარებიც. ქართული ოცნების რეჟიმის სისასტიკე აგრძელებს ესკალაციას. წითელი ხაზები დიდი ხნის წინ გადაილახა, მაგრამ დღეს უკვე ძალიან შორს წავიდა. ზურაბ ჯაფარიძე ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დააპატიმრეს. ევროკავშირმა და წევრმა სახელმწიფოებმა ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეგობრების მიმართ სანქციები ახლავე უნდა დააწესონ. წერს რასა იუკნევიჩიანე სოციალურ ქსელში. პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი სამარცხვინო მაგალითი საქართველოში კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ უარი თქვა ქართული ოცნების რეჟიმის ეგრეთ წოდებული პარლამენტის კომიტეტთან თანამშრომლობაზე, რის გამოც წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. წერს ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი X-ზე. დღეს საქართველოს დიქტატურამ კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინა სამართლიანობის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ, როდესაც უკანონოდ დააკავა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. საქართველოს დამოუკიდებლობის დღემდე სულ რაღაც რამდენიმე დღით ადრე დროა დემოკრატიული ერები სიტყვებით არ შემოიფარგლონ. ივანიშვილის რეჟიმს სანქციები დაუწესონ და თავისუფლების მოყარა ქართველ ხალხს მომავლის დაბრუნებაში მხარი დაუჭირონ. გაათავისუფლეთ საქართველოში ყველა პოლიტიკური პატიმარი. პარტნიორები ჯაფარიძის დაკავებას პოლიტიკურ რეპრესიებს უწოდებენ, მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ. ანტიამერიკულმა ქართული ოცნების რეჟიმმა უსამართლოდ დააკავა ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ზურაბ ჯაფარიძე და ქმნის პრეცედენტს, რომ ყველა ოპოზიციონერი დააპატიმროს. ეს მასიური ესკალაცია ძალაუფლების კონსოლიდაციისა და ქვეყნის ჩინეთისა და ირანისთვის გადაცემის შემდეგი ნაბეჯია, წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი. ლიბერალები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოვითხოვთ ჩვენი წევრი პარტიის გირჩიმეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. დაახურულ კარს მიღმა ყალბის სასამართლო პროცესით მისი დაპატიმრება ნიშანია, რომ ქართული ოცნების მთავრობას საზოგადოების ზეწოლის ეშინია და დემოკრატიას ძირს უთხრის. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, რომელიც 176 დღის განმავლობაში პროტესტშია და იცავს საკუთარ ევროპულ მომავალს. საქართველოს ადგილი ევროკავშირშია და ამ ბრძოლაში მათ ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვთ. ზურაბ ჯაფარიძის დაკავებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა კიდევ ერთმა ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ. საქართველო ახალი ბელორუსი ხდება, რას ვაკეთებთ ჩვენ, წერს ევროპარლამენტარი X-ზე.